მე ძალიან ხშირად მომისმენია, როცა მეუბნები, რომ იცი რა, 4-ში თუ არ გამოვიდა, მე 5-ში რა შვები, რა 5-ში ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. საქართველოს მოქალაქეები რასაც იზამენ, ის მოხდება. მე რა. ანუ კონკრეტულად ორგანიზატორებს რა გეგმავთ, იცი? მეორე. შენ მივხვდით იმისა, რომ არ იცი, მაინც ამბობ, რომ ვიღებ პასუხისმგებლობასო და რა დანაირად. არა, ანუ თქვენ რა გიდათ და ამ ოპოზიციურ სპექტრს, საიდანაც 10 კაციდან რომ 2 სუსია და სუს რო გააქვს ინფორმაციები, გინდათ რომ დააждენ ეს ადამიანები ყველგან. ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის თავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. ან აღმოჩნდეს შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, როგორც თქვენ აანონსებთ, ამ პერიკით აღმოჩნდეს ამ აქციების და პროტესტის დასასრული. მაგრამ 100-ჯერ რო დაეცე ამ ქვეყნის ბრძოლაში და ცხოვრებაშიც ესეა, 100-მერტით უნდა ადგილ. ხალხი რომ ხვდება ქუჩაში, ამას მეკითხება პირველ რიგში, რომ აი კარგი დაუშვათ ბიზნესს შევცვალო, ვინ მოდის? მე რო ვეუბნები, რომ იცი რა, რა გინდათ ეხა ერთი კაცი, აი კოალიცია მოვა. ამაზე რა პასუხობთ? რა კოალიცია მოვა? ერთმა ის ჭამენ, ერთი იქეთ გარბის, მეორე იქეთ გარბის. თუ შენ ეს გაცნობიერებული გაქვს, რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, მაშინ ისიც უნდა გქონდეს აუცილებლად გაცნობიერებული, რომ რუსულ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში კითხვა არ უნდა დასვა, რომ აქეთ მხარეს ვინ არის. გილაურისაც ამბებს იხსენები და რო გვითხრა რეალურად რა ხდება გილაურებთან დაკავშირებით. რა შეთანხმებაზე იყო საუბარი უჩამო მოცაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან, რა ხელისუფლების გადაბარებას პირდებოდნენ და როგორ გადააგდეს მერე და მაინც ეხეში გაუშვეს კონკრეტულად ეს ადამიანები. ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხის გაცემა აუცილებლად ჭირდება. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. 6 დღეში 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საზოგადოების და ოპოზიციის ერთი ნაწილი რევოლუციას აანონსებს. ისინი ხალხს ამ დღეს ქუჩაში გამოსვლისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამბობენ, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება. ეს პროცესის ნაწილია და თუ ამ დღეს არაფერი არ მოხდა, ამან შეიძლება ხალხში დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაც სწორედ ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. რას უნდა ველოდეთ 4 ოქტომბერს? ეს იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ჩვენი სტუმარი იქნება 4 ოქტომბრის ერთ-ერთი გულხურვალე მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე. მოგესალმებით, ანა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება 4 ოქტომბერი, იმიტომ რომ ფაქტობრივად კვირაზე ნაკლები რჩება, იქეთ შაბათს არის 4 ოქტომბერი და ზოგს აქვს დიდი მოლოდინი ამ თარიღის მიმართ. ზოგი საერთოდ ირონიულად უყურებს ამ თარიღს, რა 4 ოქტომბერი უნდა მოხდეს. ზოგი ოპოზიციაშიც კი არის ასე ვთქვათ სკეპტიკურად განწყობილი, რომ ძალიან არასწორია ერთ თარიღზე მიბმა და ვინაც ხადებს წინასწარ რევოლუციის თარიღს და ასე შემდეგ ამბობენ, მოგისმენია ესეც და მე იქნება იმედგაცრუება ხალხის და პირიქით უარესი იქნება. ბევრი ვერსია არის, შენ როგორც ვიცი, ძალიან ესეთი ენთუზიაზმით ხართ განწყობილი ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ხო, ანუ პოლიტიკურ სპექტრს დიდი ნაწილი ამბობს, რომ მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. შენ რა დამოკიდებულება გაქვს? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ვამბობ, რომ მე ყველა პროცესში ავიღებ პასუხისმგებლობას და ყველა პროცესში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც უკავშირდება რეჟიმის ცვლილებას და რეჟიმის რევოლუციურ ცვლილებას. თორე 13 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავწმუდით, რომ ეს რეჟიმი არ წავა არანაირი არჩევნები და რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს, არსებობს უბრალოდ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ეს რუსული სპეცოპერაცია ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რაღაც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს პირი მობანოს და ყველას უნდა ესმოდეს ძალიან კარგად. მათ შორის იმ სკეპტიკოსებსაც, ხო, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ მე ძალიან ხშირად მომისმენია, როცა მეუბნები, რომ იცი რა, 4-ში თუ არ გამოვიდა, მე 5-ში რა შვები, რა 5-შიც ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. მაგრამ ის რომ 4-ში გამოვიდეს და ეს შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ქართული ოცნების სისუსტის გათვალისწინებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არასოდეს ისეთი სუსტი ქართული ოცნება არ ყოფილა, როგორც ახლა არის და ის პროცესები რაც შიგნით ხდება, ხო, ქართულ ოცნებაში. შესაბამისად, ამ ადამიანების გავლენები მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში და მათ შორის პარტიულ აქტივში არის ძალიან დიდი. დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაცით დაკავშირებული იყო ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, თორნიკე რიჟვაძეს ან ნებისმიერ ამ ადამიანს, არის დაძაბული შიგნით და დაძაბულია, იმიტომ რომ არ იციან ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მიადგება ბიძინა ივანიშვილი. და პროცესი, რასაც თქვი, ამაში მაინც ხომ ეთანხმებით, რომ რეჟიმმა რო დაიწყო თავისი
მისი შვილების ჭამა. ის რაც ხდება ღარიბაშვილთან და ლილვაშვილთან დაკავშირებით ხო ეს არის. ხო საუკეთესო მონები იყვნენ. ხო საბოლოოდ მაინც მიადგა იმის გამო რომ დაეჭარო ფულს პარავდნენ. ოღონდ ფულს პარავდნენ ამ ქვეყანას კი არა რაც დაშვებული იყო. ფულს პარავდნენ თვითონ ბიძინა ივანიშვილს. მე სულ ამას ვიმეორებ მე რა. რომელი სიძლიერის გამოვლენა. ლევან ხაბაიშვილს მთელი პროცესის განმავლობაში ეძახდნენ კლოუნს. მთელი პროცესის განმავლობაში ამბობდნენ რომ 4 ოქტომბერი არაფერი არ არის. მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდნენ რომ აეგდოთ 4 ოქტომბერი. და რატო დააკავეს ლევან ხაბაიშვილი? ეს სიძლიერის გამოვლენებაა? ანუ რანაირად არის ახლა ხელისუფლებას თუ არ მეშინია? თუ მგონია რომ ხარ კლოუნი, თუ მგონია რომ 4 ოქტომბერი არაფერი არ არის. თუ თავს გრძნობ ძლიერად, აი რატომ უნდა დავაკავო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რა პოლიტპატიმრები აკლია რეჟიმს სავაჭროდ ვერ გრძნობს პოლიტიკოსების დაკავება რა არის გრძნობს მიუხედავად იმისა რომ ფეხებზე კიდია და პოლიტიკოსები მაინც დააკავა გრძნობს ეგ რასაც ნიშნავს პოლიტიკოსების დაკავება და რა ფასი აქვს მისთვის გადასახდელი ესეც ძალიან კარგად იცის ანუ მისი დაკავებითაც ხო რეალურად თქვა ის რისიც ყველაზე ძალიან მას ეშინია იმისი ეშინია რევოლუციური ცვლილებების და ეშინია გაბრაზებული ხალხის არანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნების მას არ ეშინია და მეორე სად არის ძლიერად ხალხო ქართული ოცნება ანუ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში ანუ ვერაფერი ვერ ქნა იმისთვის რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ლეგიტიმაცია ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ლეგიტიმაცია და შიდა პროტესტი ისე არა უფეთქდეს რომ რევოლუციამდე არ მივიდეს საქმე ხო ლეგიტიმაცია დარბიან და აი რა ვიცი 20 ჯერ თუ 30 ჯერ შეხვდნენ უკვე ეს რა ქვია ორბანს და ორბანის ელჩს საქართველოში თვითონვე იძახის რომ დასანქცირებული ვარ და ამ პროცესში უბედურება მჭირს და ეხლა ფულის ამოღებას ცდილობს ამ ყველაფრიდან თვითონვე იძახის და deep state და გლობალურ პარტიას აბრალებს ის რაც მჭირს და ამ დროს ადამიანები აქეთ ფლანგზე არიან რომლებსაც ეს ყველაფერი გონიათ ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე და არა სისუსტე ხალხო არა მაგმითიდან ყველა უნდა გამოვიდეს აბსოლუტურად იმიტომ რომ არავინ ისე შეშინებული არ არის გაბრაზებულ ხალხთან როგორც არის ოლიგარქი და არც ბიძინა ივანიშვილი არის უძლეველი ეს უბრალოდ ეს ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის რაღაცა მითი შექმნეს ოპოზიციურ ფლანგზე მათ შორის შიშარა პოლიტიკოსებმა 13 წელია ახლა ბიძინა ივანიშვილი რასაც უნდა იმას აკეთებს ვინც უნდა გაუშვებს რამდენი პრემიერ-მინისტრი გაუშვა გახარია საერთოდ აგერ ახლა გაქცეულია ქვეყნიდან საქმე აღოძრა ვისაც უნდა რასაც თავის გუნდში იქნება თუ მთელი გუნდი დაშალა თავიდან ააწყო კოალიცია იყო ყველაფერი მაგრამ ძალაუფლებას ინარჩუნებს ის მიუხედავად ამ ყველაფრისა და ამიტომ აქვს ახლა ხალხს სკეპტიკურ დამოკიდებულა რომ ეს როგორ წარმოგიდგენიათ რომ ერთ დღეში ახლა უცებ არის 4 ოქტომბერი შეეშინდება ბევრ ხალხს რომ დაინახავს ქუჩაში და მებრძოლს ბევრ მებრძოლ ხალხს დეკემბერში მე რა ბევრ მებრძოლ ხალხს კი ბატონო ნახე ამაზეც კი პასუხობს პირველი 13 წლის განმავლობაში საზოგადოებამ განვითარების ძალიან ბევრი ფორმა გაიარა, მათ შორის რეჟიმთან ურთიერთობის ძალიან ბევრი ფორმა გაიარა და მე მახსოვს აი ეს პერიოდები, როდესაც რა ვიცი, აი პოლიტიკოსები აქციაზე არ გვინდა, ნაცები აქციაზე არ გვინდა, პოლიტიკოსებს სცენაზე რო არ უშვებდნენ. მახსოვს ის, როდესაც კობახიძე რო გადააყენა ვიზეიმედ გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რეალურად არანაირ გამარჯვებას არ მოიტანდა. ვიზეიმედ გახარიას ბოდიში მახსოვს ეს ძალიან კარგად, მაგრამ ვიზეიმედ მათ შორის რუსული კანონის უკან საკატანა პირველ ჯერზე, მაგრამ მეორე ჯერზე შემოიტანა. ანუ საზოგადოება და ხერა სხვა კი და ეს არის გამოცდილება საზოგადოებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის გამოცდილება, რომელმაც გვასწავლა და რა გვასწავლა? გვასწავლა ის, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენც არასწორი და ჩვენ ქონდა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობ საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობ, თორე ნაციონალური მოძრაობისთვის პირველივე დღიდან რუსული რეჟიმი იყო ეს და პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს რეჟიმი არანაირი არჩევნებით არ წავა, იმიტომ რომ ოლიგარქები არჩევნებით არ მიდიან, ოლიგარქები მიდიან მშვიდობიანი რევოლუციით. ახეთ 13 წლის განმავლობაში საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეებმა ეს გამოცდილება რეჟიმისგან მიიღეს. მათ შორის ახლა მე მახსოვს პროცესები, როდესაც დღეს რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერები და მეკითხებიან რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია ხო იქნება და ჩვენ რევოლუციისთვის გამოდივართ, მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა რევოლუციით. არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ, ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ სიტყვას იმ
იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ეს რაღაცა რა თქმა უნდა, ხო არ ვერ ამჩნევთ ამას. საქართველოს მოქალაქეები დღეს რომ რუსთაველზე ყველა რევოლუციას იძახის და საქართველოს მოქალაქეები აი ეხლა რომ გააჩერო და რო კითხოთ ოქტომბერს რა ელოდებათ რევოლუციაზე დაგალაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა, ამიტომაც ვამბობ რომ არ არის სწორი აქცენტი იმაზე რომ 13 წლის განმავლობაში რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მაგიტომაც ეს დღე შეიძლება არ გამოვიდეს. 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა ბევრი ისწავლეს. ნახეთ პირველი ბევრი საქართველოს ისტორიაში უნდა მოიტანოს ამასაც ვიტყვი ეს ოპოზიციის მხრიდან რაღაც ნაწილის მხრიდან ამას რა ბექი აქვს და რატო ლაპარაკობენ ამას, მაგრამ ნახეთ, ანუ იმას ვამბობ, რომ მათ შორის ხა 2019 წლამდე და 2000 ბოლო რუსულ კანონამდე ესე მე ვიცი ადამიანები ოპოზიციურ სპექტრში და არა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრში, რომლებსაც და საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც ბიზნა ივანიშვილი ვერ წარმოედგინათ, რომ ესეთი რუსი იყო. ხა საქართველოს მოქალაქეებს კი არა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვერ წარმოედგინათ, კაცო, 2020 არჩევნების დროს ჩვენ რო ბოიკოტი ნაციონალური მოძრაობა არ გვინდოდა პარლამენტში შესვლა და ბოიკოტში ვიყავით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ, ვინც ჩვენზე ზეწოლას ახდენენ და გვეუბნებოდნენ, რომ არა პარლამენტში უნდა შეხვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ ეს კაცი არის ისეთი რუსი, რომელიც დაიკიდებდა ამერიკელებს და ევროპელებსაც და პირად საუბრებაში გვეუბნებოდნენ, ჩვენი ამერიკელები პარტნიორები და ევროპელი პარტნიორები, იცით რა, თქვენ ძალიან რადიკალურები ხართ, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი რადიკალიზმი ხელისუფლებასთან და უნდა იყოთ გახდოთ ხო ეს სიტყვა რაღაც კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა იყოთ ხელისუფლებასთან, იქ პარლამენტში უნდა იმუშაოთ, საკრებულოებში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე უნდა იმუშაოთ. ამ უცხოელ პარტნიორებზე დღეს იძახის ოცნება, რომ ისინი ვთქვათ 20-20-ში ჩვენი დამხობა უნდა და თუ არა და მართლა იმათ აიძულეს ოპოზიცია რომ პარლამენტში ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას მე ვესწრებოდი რომ დამხობა უნდა მე ასევე ვიტყვი ასევე კი ნამდვილად და სხვათა შორის ახლა მე ქართულ ოცნებას ნამდვილად არ დავემსგავსები მაგ ამბავში საქართველოს მოქალაქეები და როგორც რიგით საქართველოს მოქალაქე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების იმისთვის რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ისინი საქართველოს მეგობრები არიან ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კი არა საქართველოს მეგობრები არიან მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად არის დღეს რომ აი ესე გაბლატავებული არის ქართული ოცნება იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ამერიკელები ეს შეიცვალა ნამდვილად და რატო შეიცვალა მე რა ვნახე შეიცვალა იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო უკრაინის ომის შემდეგ ყველამ ძალიან ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან ცხადი გახდა რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქი, რომელიც ატარებს რუსეთის ინტერესს და რომელიც არც ამერიკელების, არც ევროპელების და მით უმეტეს არც საქართველოს მოქალაქეების ინტერესს არ აინტერესებს. ეს გახდა ცხადი, ეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში. ხო, არც საერთაშორისო ასპარეზზე ყოფილა 13 წლის განმავლობაში და მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეებისზე არ ყოფილა. 28 ნოემბრის შემდეგ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ბოლო არჩევნებზე ხმა მისცეს 2024-ში ქართულ ოცნებას და გარეთ გამოვიდნენ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ აჩერებს კანდიდატის ინტეგრაციას, ევროპულ ინტეგრაციას, ხო? რეალურად ეს ფაქტორები და ამას ემატება ის შემდეგ, რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, ხო? ეს ფაქტორები არის გარანტი იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტი აქვთ გაცნობიერებული. 2020-ისგან განსხვავებით, მე შემიძლია გითხრა, 2020-ში ვიმეორებ, რაც იყო უდიდესი შეცდომა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაც და ჩვენიც, რომ არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ქართველი NGO-ებისაც, რომლებიც ასევე მოტივირებული იყვნენ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად და პირდაპირ ვთქვათ, ყველამ ერთად შემდეგ ეს არჩევნები ქართულ ოცნებას აი ესე გაუპრავა, რომ ქართველი NGO-ებისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ანუ ყველას ერთად დიდი შეცდომა იყო ის, რომ მაშინ ეგ ბოიკოტი ვერ შედგა, საბოლოოდ იქ ვიღაცაები ქართულ ოცნებამ ოპოზიციიდან იყიდა, სხვათა შორის ის ხალხი, ვინც ახლა არჩევნებში მონაწილეობს, მაგალითად ელისაშვილი და ესენი თავის დროზე და არა მხოლოდ მათი რაღაც ნაწილი ახლა ციხეშია და უბრალოდ არ უფრო მეც ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ყველას დიდი შეცდომა, რაც შემდეგ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა იმისთვის, რომ იმდენად გააძლიერა საკუთარი პოზიციები მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ კიდევ უფრო მეტად გაიმყარა პოზიციები. ყველას დიდი შეცდომა იყო ეს. მაშინ 2020-ის ბოიკოტი რო შემდგარიყო, მაშინ პარლამენტი რო ყოფილიყო ერთპარტიული, მაშინ ეგ ზეწოლები რო არ ყოფილიყო შესვლაზე, დღეს დაუზდაოთ, საერთოდ სხვა სიტუაცია იქნებოდა პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ დღეს ამ საშუალების წინაშე არ დგას ეს პროცესი და რატო არ დგას? იმიტომ რომ ის რაც ხდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი თავდასხმების საქართველოს საგარეო კურსი და
ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეები რომ მე ყველაზე დიდი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეების მერაბ და ის ადამიანები ახლა ვინც საუბრობენ იმაზე რომ იცი რა იქ იმედგაცრუება რომ არ იყოს რევოლუციის თარიღი არ ჩამოიკიდეს და ასე შემდეგ მე ბევრი ესეთი გულწრფელი ადამიანი ვიცი ვისთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ველაპარაკები მათ ძალიან ხშირად ამაზე მაგრამ ოპოზიციური სპექტრი ამას რომ ამბობს თავი პრობლემა იცი რა არის მე რა თავი პრობლემა არის ორი რაღაცა პირველი საკუთარ თავს ვერ ხედავენ ამ პროცესში და ძალიან ბევრს ოპოზიციურ სპექტრში ნახეთ ისინი ამბობენ რომ რაშიც მე ორგანიზებაში არ ვარ ჩართული არ ვიცი რა მოხდება არ დამიგეგმავს სხვისი გაკეთებულია არც მეუბნებიან რა იქნება მე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა მესმის ეს არის საჯარო ისა მე შემიძლია უფრო მეტი გითხრა როგორ ავიღოს ახლა პასუხისმგებლობა იმაზე რაც მას არ დაუგეგმავს ერთი წუთით მე არც იცის მიდაგეგმა რა მოხდება პირველი პოლიტიკური კულუარებიდან რო გითხრა ეგ ამბავი მე რასაც უყურებდი იმიტომ რომ უკაცრავად რა ჩემთანაც არ მოსულა პატა ბურჯულაძე არ დამჯდარა და არ უთქვამს რომ იცი რა არის მოდი ანა ეხა მე შენ გეგმას გაგაცნო და შენ ამ ყველაფერში ჩაერთე მე ამ ყველაფერში ჩართვის გადაწყვეტილება მივიღე როგორც საქართველოს მოქალაქე ნახე როგორც საქართველოს მოქალაქეები რასაც იზამენ ის მოხდება მე რა ანუ კონკრეტულად ორგანიზატორებს რა გეგმაა იცი მეორე შენ მიხვდეთ იმისა რომ არ იცი მაინც ამბობ რომ ვიღებ პასუხისმგებლობასო და რა დანაირად არა ნახე მე რა ჯერეთი თქვენ რა გინდათ რომ აი ესე დაждდეს პატა ბურჯულაძე მე რო ვიყო რევოლუციის ორგანიზატორი თქვენ გონიათ რომ დაგიჟდებით ეხა პირდაპირ ეთერში და გეგმას გეტყვით უფრო მეც გეტყვით უფრო ჯერთი ორგანიზატორი არიან საქართველოს მოქალაქეები ამ რაღაცა რევოლუციას ეს არ არის რაღაცა კონკრეტული პარტიის ან კონკრეტული პატა ბურჯულაძის ინიციატივა იყო თორე ბერჯერ ვიმეორებ რომ ნებისმიერი ადამიანი რო ყოფილიყო თქო სულ რო გიორგი გახარია ყოფილიყო ამ ნებისმიერი ინიციატივას დაუჭერდით ხართ იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გჯეროდეთ 13 წლის განმავლობაში რომ რევოლუციური ცვლილებების გარეშე ეს კაცი არ წავა ანუ თქვენ რა გინდათ და ამ ოპოზიციურ სპექტრს საიდანაც 10 კაციდან რო ორი სუსია და სუს რო გააქვს ეს რა ქვია ინფორმაციები გინდათ რომ დაждენ ეს ადამიანები ყველგან არ არის დაждენ ეს ადამიანები და რევოლუციური გეგმა მოყვან პირდაპირ ეთერში ან 10-დან სადაც ორი სუსია იქ მოყვან ეს რევოლუცია დებილები იქნებიან თუ გააკეთოს ახლა რა ქნას ახლა ედოს იმას რა არა ერთი წამით მე რა პროცესს და საქართველოს მოქალაქეებს უნდა აინდოთ მე შემიძლია გითხრა ეს რომ არც ერთი ამ ადამიანის ჭმუნვა ამ გეგმას არ უკავშირდება ამ ადამიანების ჭმუნვა უკავშირდება ოპოზიციურს გულისხმობ თორე ხა ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეებს რო აქვთ ეგ კითხვა მე პასუხობ და ამ საქართველოს მოქალაქეებისთვის მე არაერთხელ მithქვას როდესაც იმაზე ვსაუბრობ რომ რაღაცა იმედგაცრუება არ მოიტანოს ოთხმა თქო უნდა გესმოდეს რომ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა იმედგაცრუებაა მე რა როდესაც 60 პოლიტიკური პატიმარი ყავს როდესაც ჩვენს თანამებრძოლებს უბრალოდ ვერ ვეხმარებით აი თქვენი კოლეგა რომ ზია ამაღლობელი ციხეში ზის და უფრო მეც ვერ შვებით ხო განიცდით ამას ყოველდღიურად და იმედგაცრუება ხო გაქვთ ჩვენი თანამებრძოლები ხა ნინო დათაშვილს მართლა უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის და მზია ამაღლობელიც და ვერაფერს ვერ ვშვრებით საერთოდ ამაზე მეტი იმედგაცრუება 4 ოქტომბერმა რა უნდა მოიტანოს 8 საათზე 4 ოქტომბერს რომ დახურავს ბიძინა ივანიშვილი იმას რა ქვია უბანს და შედეგს გამოაცხადებს და იტყვის რომ აი კიდევ ერთხელ გადაგახიეთ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ამას დიდი იმედგაცრუება რა უნდა მოიტანოს 4 ოქტომბერმა დღეს მახსოვდა ვიტყვი ამაზეც სხვათა შორის დღეს მე მახსენდება სოხუმის ოკუპაციის დღე არის ხო და მახსენდება ესეთი რაღაცა გურამ გაბისკერიას სოხუმის ალყაში შემორტყმული რო იყო და უთხრეს რომ დაიჩოქე და აგინე ქართველებს მან თქვა რომ არა და არასოდეს მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ ბრძოლა იყო წაგებული და მიუხედავად იმისა რომ იცოდა რა ელოდა და რა ვიცი გენო ადამია რომელიც უკვე დაკარგული რო იყო და ოკუპირებული რო იყო სოხუმი უკან მიბრუნდა და მის მისადგომებთან მოკლეს და ჟიული შარტავა რომელმაც არ დატოვა სოხუმი ბოლომდე და თავი გაწირა ანუ თქვენ მეუბნებით რომ აი ესეთი გმირების თავმოვლები ვარ ჩვენ და ახლა იქითა ისტორიაში რო არ გადავიდეთ კიდე შორეულში და ესეთი ხალხი ყავს ჩვენ გმირებად და ესეთი ხალხი შთამომავლებს ქართველებს იმის შიშით რომ 4-ში რაღაცა იმედგაცრუება არ იყოს და ესე რომ ეფიქრათ გაბისკერიას შარტავას და გენო ადამიანს აი საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ რომ კარგი არაფერი არ ვქნათ მაშინ და დაველოდოთ ისა რა ქვია მე რა იმედგაცრუების თუ შეგვეშინდება დავждეთ და დაველოდოთ ბიძინა თავისი დროდის მოკვდება და მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ თუ მოკვდება მე ბერაშვილს არ დაგვიტოვებს და დარწმუნებული ვარ რომ დატოვებს იმას რა ქვია მე მკვიდრად დაველოდოთ მაშინ მაგას ეხლა რა შეიძლება ის საქართველოს მოქალაქეებში რაც ისა ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა მივიდეთ გამარჯვების რწმენით იმის რწმენით რომ საქართველოს დროშას დავიცავთ და უნდა ვიცოდეთ ერთი და უნდა ესმოდეთ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და გედდეს
საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაიცვან გედედეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს კონსტიტუციური ფარგლებიდან თუ ვინმე არის გასული არის მხოლოდ რეჟიმი იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ამბობს რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან ხალხს აქვს უფლება დაიცეს საკუთარი ქვეყანა და დაიცვას კონსტიტუცია რომლითაც გარანტირებული არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და სადაც პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში რომ ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია რომ ევროპული ინტეგრაციისთვის გააკეთოს ყველაფერი და დღეს ჩვენ ამის საპირისპირო გვაქვს ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება ჭმონებს. ოპოზიციური სპექტრი არის მე საერთოდ მგონია რომ პოლიტიკურ ველზე მგონია კი არა და აი ესე რომ მოვყვეთ და ძალიან დიდი შეცდომა მათ შორის ნაციონალური მოძრაობის იყო ის რომ ჩვენ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცას ღიად არ ვამბობთ. და ეს ოპოზიციური ისიც რა ქვია ოპოზიციური სპექტრიც უკაცრავად, მაგრამ ძალიან ის არის რა ქვია ჭრელია და რბილად რომ თქვათ ძალიან უცნაურია რამყრივ. ერთი არის ლელო გახარია რომელიც პირდაპირ პირსბანს ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ სპეცოპერაციაში იღებს მონაწილეობას მიუხედავად იმისა რომ 22 მუნიციპალიტეტში საერთოდ კანდიდატი აყავს და სადაც ყავდათ იქაც ჩაუხსნა სუსმა ნახევარზე მეტი და ბოლოს ალბათ კუპრაძე დარჩება მარტო თბილისის მერობის კანდიდატად ის პროცესები რაც მიმდინარეობს მაგრამ მაინც შევიდა ამ პროცესში ნუ რა мотиваცია ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებმა განსაჯენ ახლა გაიყიდენ იქ თუ ის რა ქვია ვიწრო პარტიული мотиваცია ჰქონდა და მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა ვიცი მეორე ნაწილი ვინ ჩუმად არის აგერ სულ რამდენიმე ხნის წინ ნიკა გილაური აფინანსება კაცო რომელიც ახლა დადის და იმაში იძახის ბრიტანეთში იმას იძახის რომ ბიზნეს ივანიშვილი თუ დაასანქცირეთ ჩამოიშლება საქართველოს ეკონომიკაო და არის ნაწილი ძალიან ესე ვთქვათ ადამიანების ვინც იმაზე წუხან თურმე რომ ხან პატა ბრჭულადე არ მოწონდა ხან ვიღაცა არ მოწონდა ხან გეგმა არიციან რომ საკუთარ თავს ვერ ხედავენ რა პროცესში აი ეს არის იმიტომ რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის თავარი პრობლემა არის ის რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ ვიდრე ეს ბრძოლა და საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ვიდრე რეჟიმის დამარცხება. იმიტომ რომ ესე წინა საარჩევნო პერიოდის რა იყო? წინა საარჩევნო პერიოდში იმას კი არცელობდა ოპოზიცია რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ფოკუსი. მათი ფოკუსი იყო ნაციონალური მოძრაობა და ყველა იმაზე იყო რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეღლიტა ისი ხმები. მე ერთ რაღაცას გავესანობ რომ ლევან ხაბაიშვილს სანამ დაიჭერდნენ, როდესაც აი ამ 4 ოქტომბრის ეს პროცესი დაიწყო, მეც მქონდა ცხადია ბევრი კითხვები. ლევან ხაბაიშვილს სანამ დაიჭერდნენ, ლევან ხაბაიშვილი ყველა ამ ადამიანს ოპოზიციური სპექტრიდან უმრავლესობას მაინც პირადად შეხვდა. მერაბ მათ შორის პატა ბრჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4-თან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა, რომ კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო და ვერ შედგა იქ კომუნიკაცია. იმიტომ რომ ყველას თავისი ამბიცია აქვს. იმიტომ რომ ყველა ჩათვალა, იმიტომ რომ აი კარგი იცი გეტყვი ამაზეც რა დამაჯერებელი პასუხი ვერასოდეს ვერ იქნება თუ შენი ამბიცია უფრო დიდია ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ უყურებ ამ პროცესს ისე რომ თავარია შენ იყო პირველი და თავარია შენ კონდეს რაღაცა თავარი ოპოზიციონერის სტატუსი და ანუ რეჟიმის პირობებშიც იტივტივებ დიდი ხანი. იმიტომ რომ ოპოზიციონერების დიდი ნაწილი როგორ არიან იცი ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ცხოვრობენ რა ვიცი ლამის პენტჰაუსებში აქვთ რაღაცა შემოსავლები მათ შორის ოჯახიდან რა ვიცი ძველი ბიზნესები თან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ კარგად არიან. ანუ არ უჭირთ ისე რომ 10 და 15 წელი კიდე ბიზნეს პირობებში იტივტივონ. ეხლა მე ერთ-ერთი ოპოზიციონერი სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ 2018 წელს ეს რაღაცას მოენობდა, რომ ნუ რა გინდაო, ეხლა ანი რატო აკლავ ამას თავს უკაცო. იყოს ეს ბიზნეს და ბოლო-ბოლო თავისით მე რაღაცა მოუამბო ყდება და ანუ მაგცრულებას დაველოდოთ. მართლა ესე უყურებენ და ჩვენ ესე არ გონია. ჩვენ გონია რომ ამ ქვეყანას დასაკარგი და მართლა არ აქვს დასაკარგი დრო არ აქვს, იმიტომ რომ დასაკარგი დრო მე რა 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ეს ყველაფერი ვერ შედგა. ამ ქვეყანას ექნება კიდევ უფრო მეტი ემიგრაცია. და აგერ შათირიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა პირდაპირ გვითხრა რა არის მიზანი. ხო ძალიან კაია ემიგრაციაში თუ მიდიან ახალგაზრდები და იქ თუ დარჩებიან და აღარ მობრუნდებიან არასოდეს ამ ქვეყანაშიო. ანუ ეს ნიშნავს უფრო მეტ ემიგრანტს, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას, ეს ნიშნავს იმას რომ ამ ქვეყანას აწლეულების განმავლობაში არ ექნება არანაირი შანსი. ამიტომაც მე საერთოდ არ მაინტერესებს და ფეხებზე მკიდე ყველას ამბიცია. მე მაინტერესებს ერთადერთი რაღაცა. მაინტერესებს რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად დაიმხოს საქართველოს მოქალაქეების მჯერა და მჯერა იმისი რომ შემდეგ უკვე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხო, კი ბატონო, უბრალოდ მაგ კითხვა არის, ხო, ეს როგორ თავარი კითხვა, აი ეს კითხვა ხალხსაც ვინც მოდის 4 ოქტომბერს, ბევრი ვიცი ვინც მოდის 4 ოქტომბერს, მაგრამ ეს კითხვა მასაც აქვს, რა, როგორ
როგორ გაიგებენ, ნახეთ მესმის და ამაზე ხა პატარ ბურჭულაძეს უსმენდი მე სხვათა შორის ბოლო ინტერვიუში ნახე საქართველოს მოქალაქეების იმედად არის მე რა არ არსებობს რომ ერთი კონკრეტული ერთი ნახე ლევან ხაბეშვილი ახსნა ლევან ხაბეშვილის აღმოაჩნდა ეს უნარი რომ თუნდაც აი ხალხი აეყოლიებინა სიტყვით რაღაცა და იქ როდესაც თქვა მიტინგზე თუ გამოვიდოდა რაღაც მუხტ შემოიტანა და ასე შემდეგ. ახლა ლევან ხაბეშვილი დაიჭირა ამ ხელისუფლებას სწორედ ამ მიზეზის გამო რომ თუნდაც ეს უნარი აღმოჩნდა რომ რაღაცა მუხტი დაემუხტა ხალხი და აი მის დროშას ვინ აიღებს თქვა მიტინგზე ვინ გამოვა ხაბეშვილის მაგივრად ვინ ილაპარაკებს ვინ მიმართავს ხალხს პატა ბურჭულაძე მხოლოდ ნახეთ პატა ბურჭულაძე ხო პოლიტიკური ლიდერი არ არის ნახეთ მესმის ეგ კითხვა მე ვფიქრობ რომ მაგ დღეს უნდა დაველოდოთ იმიტომ რომ მე უსმენდი ხა პატა ბურჭულაძეს ბოლო ინტერვიუს ამას აკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მე ეგ ტაქტიკა აბსოლუტურად მესმის რომ ამ ყველაფერზე არ ილაპარაკონ 4 ოქტომბრამდე და ილაპარაკონ მხოლოდ 4 ოქტომბერს ეს ერთი მაგრამ მე ნახე ასევე პროცესებს როგორ უყურებ მე არ მგონია რომ იმ რეჟიმის პირობებში და ამას ხაბეშვილს სანამ დაიჭერდნენ ჩვენ ამაზე სულ საუბრობდით რომ ამ პროცესს უნდა ყავდეს 1, 2 ან 3 ორგანიზატორი ან ასე შემდეგ იმიტომ რომ ყველა ორგანიზატორს დაიჭერს მე 4 ოქტომბრამდე შეიძლება პატა ბურჭულაძეს გაუშვეს და ციხეში და მიაყოლოს ყველა ხელისუფლებას ვერ ხედავ როგორც ლევანისგან დაიჭერა შესაბამისად ან პირიქით ან პირიქით ის რომ ის რეჟიმი ყველაფერს ასე ვთქვათ ზომავს მათ შორის განწყობებს სოციალურ ქსელშიც ხალხშიც და ხაბეიშვილის დაკავება რეალურად მათთვის იყო ის რომ საკუთარ ამომრჩეველშიც კი აღიარეს ის რომ მათთვის პრობლემა იყო ხაბეიშვილი და მათთვის პრობლემა არის რევოლუციური ცვლილებები ხო იმიტომ რომ თუ არ გეშინია არ იჭე ამიტომაც ეგ არავინ არ იცის მაგრამ რას ვამბობ მე ხლა ვამბობ იმას რომ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა იყოს დამოკიდებული შედგება თუ არა 4 ოქტომბერი მე ესე უყურებ მართლა იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ ჩათვლის რეჟიმი რომ ეს კონკრეტული ადამიანი არის ის ვინც ახლა ვიზეც არის დამოკიდებული 4 ოქტომბერის აუცილებლად მას ციხეში გაუშვებს, ხო? ამიტომაც რაც უფრო მეტი იქნება ამ პროცესის ორგანიზატორი და საბედნიეროდ არიან ესე ადამიანები საქართველოს მოქალაქეები რიგითი, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ. მე რა ვიხარ, რომლებიც დადიან რეგიონებში ხალხს ელაპარაკებიან, რომ 4-ში უნდა წამოვიდნენ, ხო? რომლებიც ახლა აი სანამ თქვენამდე მოვიდოდი, მაგალითად რაღაც ახალგაზრდების ჯგუფი გავიდა ვაგზალზე ფლაიერების დასარიგებლად 4 ოქტომბრის მოსამზადებელი. შესაბამისად, ეს პროცესი და ეს არის კიდეც, ანუ მთავარი დემოკრატიის მთავარი ღერძი რა არის? პასუხისმგებლიანი საქართველოს მოქალაქე, ხო? ზოგადად მოქალაქე, რომელსაც შეუძლია რომ პასუხისმგებლობა აიღოს. ხო, შესაბამისად, აქ უნიკალური პროცესი ჩემი აზრით ეს არის სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ იზამს ამას. მე ვამბობ, რომ მე ვიქნები იმ დღეს, ვიქნები წინა ხაზზე თუ გაბედავ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს მე აუცილებლად დავიცავ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მაგრამ საქართველოს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული ის როგორ იქნება 4 ოქტომბერი და ჩვენ თუ იმ განწყობით მივედით რომ იცით რა 4 ოქტომბერს იქ არაფერი არ იქნება რეჟიმი მაინც ძლიერია მაინც გეგმა არ ვიცით პატა ბურჭულაძე სახეზე არ მოგწონს ხაბეიშვილი და ისა რა ქვია დაიჭირეს იქ კიდე ვიღაცა არ მოგეწონება და ასე შემდეგ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა ჩვენ თუ რუსთავზე 4 ოქტომბერს არაფერი არ მოხდა. ნახეთ, ხალხი იყო დეკემბერში, იანვარში ბევრი, მაგრამ ნუ ეს რეჟიმი ვერ შეიცვალა. ხო, თუ 4 ოქტომბერს არაფერი არ მოხდა, მე რა ხდება, როგორ წარმოვიდგინე? მე რა, დეკემბერში რო ხალხი იყო, მაგას ვამბობ ხოლმე, რომ 13 წლის განმავლობაში თქო ძალიან ბევრი ვისწავლეთ, განსაკუთრებით ბოლო აქციებისგან თქო. ჩვენ ბოლო აქციებზეც ვისწავლეთ იქ როგორი უნდა იყოს ჩვენი რეჟიმთან ურთიერთობა. აი თქვენ ბოლო აქციების გარდა სიტყვა ბოლომდე საქართველოს მოქალაქეებისგან გაგიათ? მე არ გამიგია. მე მახსოვს აქციები მათ შორის აი რუსული კანონი მეორედ რო შემოიტანეს მე მახსოვს რომ გარეთ ხალხი რო იდგა უბრალოდ პირველი განხილვა რო იყო რუსული კანონის რეჟიმის ცვლილებას კი არ ითხოვდა რუსული კანონის გაწევას ითხოვდა და ეგონათ რომ რუსული კანონის გაწევით ეს პრობლემა მოგვარდებოდა ანუ ეს ფაზები გავიარეთ ანუ ყველა მოსატყუებელი არა ნახეთ რო დავასრულო ყველა მოსატყუებელი კბილი საქართველოს მოქალაქეება რეჟიმისგან უკვე გამოიცვალეს ხო დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები იძახიან ბოლომდე დღეს რომ იძახიან რევოლუციურ ცვლილებებს
ბოლო აქციებმა ჩვენ რა გვანახა, მე რა კიდე რა გვასწავლა? ჩვენ გვასწავლა ის ბოლო აქციებმა, რომ არ შეიძლება რეჟიმს შევატყოვოთ რამდენიმე მებრძოლი ადამიანი, როდესაც რეჟიმი იწყებს დარბევას. მახსოვს დეკემბრის აქციები, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც რეჟიმი გვარბევდა და მაგ გამოცდილებიდანაც ვისწავლეთ. მერაბ და რა არის გამარჯვების ფორმულა რომ მოკითხებით, აი ამ გამოცდილებებზე სწავლა. მაგალითად ვისწავლეთ ის, როდესაც ერთს აკავებს გედედეს თანამშრომელი თუ ამას გაბედავს შორიდან არ უნდა უყუროს 50,000-მა და 100,000-მა საქართველოს მოქალაქემ. და თუ ერთს ჩაგრავს, ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვს თავდაცვის უფლება და დაიცავენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მეორედ გედდა ვერ გაბედავს ვერავის დაკავებას და მით უმეტეს ვერავის ცემას და ესეც ვისწავლეთ. და ესეც ვიცით, ეხლა რა შეცდომა არ უნდა დაუშვოთ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა ხალხი მოვა იქ საბრძოლველად? კი, საბრძოლო ნახეთ, ხალხი იქ მოდის ოჯახები და მათ შორის მე ვიქნები ოჯახჩემი ოჯახით მათ. მაგრამ აქ არა, მე რა თუ ერთი წოდით რომელი აქცია არ იყო მშვიდობიანი და რომელ მშვიდობიან აქციაზე არის ძალა და რეჟიმა. ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ვამბობთ ჩვენ, რომ შეიძლება რეჟიმს კიდე წაუწდეს ხელი, რომ იქ საქართველოს მოქალაქე დაჭიროს. ისწავლა ჭკუა და არ გამოიყვანა ეს კედელი. მე რა ხდება? ეს წავა რეჟიმი თავისი ხო ხალხს აინახავს წავა ხო არა ჩვენ ხარ ვიცით ჯერ რა კონკრეტული მოთხოვნები იქნება დაყენებული 4 ოქტომბერს არ ვიცით რას დაანონსებენ იმ დღეს რეჟიმი შეხედავს რომ დააყენეთ ოკეი არ მაინტერესებს ხო მაგ პროცესებში უნდა დავალოდოთ 4-ს როგორ განვითარდება მოვლენები მეც რო გითხრათ გულწრფელად ყველაფერს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ ვიტყვი მაგრამ ვიტყვი ერთს მხოლოდ რომ როგორი იქნება 4 ოქტომბერი და როგორი შედგება 4 ოქტომბერი ორ ფაქტორზე არის დამოკიდებული მხოლოდ მერაბ საქართველოს მოქალაქეების სიმრავლეზე და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის უნარიანობაზე. საქართველოს მოქალაქეები თუ გამოვლენ და მე მგონია რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები უკვე აქამდე მივიდნენ და მიხვდნენ რომ ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე ამ რეჟიმს ვერ გაუშვებ, თუ ეს ფაქტორი იქნება 4 ოქტომბერს. მაშინ რეჟიმის დასრულება 4 ოქტომბერს არის შესაძლებელი. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ჩვენ რეჟიმთან ბრძოლაში ვისწავლეთ და რა ვიცი ხა გადახედეთ ამ იმაში, აგერა ყველაფერზე თავი დავანებოთ ნეპალის მაგალითი. ხო? ყველა ქვეყანას თავისი რა მნიშვნელობა ერთი რაღაცა არის. ერთი რაღაცა არის. შეხედე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მათ, მერაბ. ხალხის ეს ყველგან ერთია და რა არის ყველგან ერთი. ხალხის სიმრავლეს ვერ მოერევა ვერანაირი 4000 კაციანი გედედე და ვერანაირი შესაძლებელი ხალხის სიმრავლე გეტყოლი რომ მაშინაც იყო ხო ძალიან ბევრი ხალხი იყო მაგრამ აქ ეგ თემა არის სწორედ რომ არის თუ არა ეგ განწყობა ხალხში იმიტომ ხალხი მაშინ რომ გამოდიოდა საპროტესტოდ გამოდიოდა ევროპის მხარდასაჭერად გამოდიოდა როგორც თუ კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა მაგრამ ეს განწყობა რომ ეხა ჩვენ აუცილებლად ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ქუჩიდან ასეთი განწყობა არ იყო და ანუ რევოლუციური განწყობა ეხა უსმენდი ირაკლი ქადაგიშვილს 20-ების ერთ-ერთზე და ის ამბობდა რომ არანაირი რევოლუციური განწყობა ხალხში არ არის ანუ მათ თავისი მედია აქვთ რომ კი ხალხი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში დაასდრეს პროტესტი აქვს ხალხს, მაგრამ რევოლუციური განწყობა რო ჩვენ ახლა ქუჩიდან უნდა ჩამოვაგდოთ ხოლმე როგორც აი ნეპალში იყო თუ ან ჩვენთან იყო 2003-ში და ასე შემდეგ. ესეთი განწყობა არ არის ხალხში ამას ამბობენ. ნახეთ, ხო ჩვენ ვზადვართ რომ შევასწავლოთ. ეს არის ის რაც კოცები მაგას იტყვიან, კოცებმა სხვანაირად რო თქვა რომ რევოლუციური განწყობა არის მერაბ აი თქვენ რო ეხა რუსთაველზე გახვიდეთ იქ რო ადამიანები დგანა და მე გეთახმები რომ ბოლო აქციებზეც არა ნახეთ რას ვიზახი სხვა რაღაცას ვამბობ კი ვიცი სხვა რაღაცას ვამბობ ნახეთ ბოლო აქციებზე და მე ეს გითხარით სწორედ რომ აი რუსული კანონის დროსაც კითხვა ადამიანები იძახდნენ რომ გაიწვიეთ რუსული კანონი თორე ჩვენ რო ვიძახდით რომ რეჟიმის ცვლილება არის მნიშვნელოვანი ხალხს აგრესია ჰქონდა ჩვენზე იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ ასე ვებდებოდით რომ ეგონათ რომ რუსული კანონის ბოლო აქციებზეც კი ბოლო დარბევებამდე სანამ აი ეს გადავლა და 500 ადამიანის დაჭერა და უბედურება იქნებოდა. აი 28 ნოემბრის შემდეგ აქციებს ვიზახი. მაშინაც კი იყვნენ ადამიანები აქციებზე, იმიტომ რომ ყველა აქციაზე ვიყავით ჩვენ, რომლებსაც ეგონათ რომ ეხლა თუ ყვაბახიძე გამოვა და აი ამ განცხადებას უკან წაიღებს ხო მაშინ ხო ეგ ჩაითვლება რომ უკან დაიხია ხელისუფლება. მაგრამ პროცესებმა თქო და ამხრივად ძალიან საინტერესო არის 4 ოქტომბერი.
რა იმიტომ რომ თქვენც ხო გაინტერესებთ, მეც მაინტერესებს, ხო? მე მგონია რომ საქართველოს მოქალაქეები ეს ყველაფერი უკვე გაცნობიერებული აქვს. მართლა აქვს ეგრე გაცნობიერებული მზად არის საბრძოლველად თუ არ რევოლუციონერად თუ არა, ამას გამოაჩენს, მაგრამ ნახე არსებობს მეორე ვერსიაც აქ რომ თუ ეს არ მოხდა და არ გამოაჩნდა ეს რომ ხალხი არის საბრძოლველად, 4 ოქტომბერში შეიძლება აწყობდეს ბიძინას, იმისთვის რომ ბოლოს ეს გაჭიანურებული პროცესები დაასრულოს. ანუ ხალხი გასწრება, ხალხი იტყვის რომ ის ხალხიც კი ვინც დღეს ყოველდღე დადის, იტყვის რომ ნუ ამ ხალხს არ დომებია არაფერი და მე რაღაც ვიარო ყოველდღე და ანუ ეს რა გაჭიანურებული პროცესების შეიძლება წელიწადი აღმოჩნდეს 4 ოქტომბერში. პირველი 4 ოქტომბერს კი მესმის 4 ოქტომბრის შემდეგ თუ 4 ოქტომბრის ეს რუსული სპეცოპერაცია მას გამოუვა და 4-ში არაფერი არ მოხდება პირობითად თქვა 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე დაანონსებული აქვს ბიძინა ივანიშვილი, რასაც აპირებს. მოусმინეთ ბიძინა ივანიშვილის აპრილის გამოსვლას, ის სიტყვით ამბობს, რასაც აპირებს. რასაც აპირებს იქნება შემდეგი, უკვე შემდეგი გუშინ ეს ქალბატონმა წულუკიანმაც გვამცნო. და ეს შემდეგი არის ის, რომ პირველ რიგში მიადგებიან პოლიტიკურ პარტიებს და აკრძალავენ ყველა პოლიტიკურ პარტიას. შემდეგ მიადგებიან სამოქალაქო სექტორს და მოგუდავენ ყველა სამოქალაქო სექტორს. შემდეგ მიადგებიან აუცილებლად თავისუფალ მედიას და იცდებიან, რომ ბოლომდე თავისუფალი მედია მოგუდონ. შემდეგ უკვე მიადგებიან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და რომელიც მათთვის არის საშიში. ბოლომდე გავა ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის საქართველოს იზოლაციის კუთხით, იმიტომ რომ ის ისე უყურებს, რომ ის არის უკვე დასანქცირებული, მან თავისი ფული უკვე დაკარგა. ნახეთ, ამას რატო გითხო, ვიცი, მათი ასე ვთქვათ, სატელიტი ორგანიზაციები უკვე გამოდიან, ის რაღაც ნეიტრალურ საქართველოს შემდეგ და იმედის ეთერში იჯდა ეს ვატო შაკარაშვილი ამბობდა, რომ დროა რომ პირდაპირ თქვათ, რომ არ გვინდა ეს ევროკავშირი. 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ჩვენ ვერაფერი ვერ ვქენით, ისედაც იზამს ამას ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ 4 ოქტომბერი სწორედ ამიტომ ამბობთ ჩვენ და სწორედ ამიტომ ვარ მე ამ პროცესში აქტიურად ჩართული, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა. დასასრული ამ აღმოჩნდეს შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, როგორც თქვენ აანონსებთ, ამ პირიქით აღმოჩნდეს ამ აქციების და პროტესტის დასასრული. ბიძინა და ასევე ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს სულ რომ არაფერი არ იყო ჩანიშნული, ამ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ მაინც გააკეთებს იმას ახლა რაც ჩამოთვალე. ირაკლი კობახიძის განცხადება შეგახსენებთ ახლა მე, რომელმაც თქვა რომ აი ამ არჩევნების შემდეგ აი რუსთავზე 200-300 კაცი დგასო, აუცილებლად მივხედავთ მაგათო. გასვოთ ხო ეს არა განცხადება. რა თქმა 4 ოქტომბერი, რა თქმა უნდა, ნახე, ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის, რასაც ახლა თქვენ გინდათ დაუკავშიროთ. ანუ 4 ოქტომბერს, ანუ თქვენ მეუბნებით რომ 4 ოქტომბერს თუ ეს აქცია, რომელიც თუ რევოლუცია, რომელიც არის დაგეგმილი არ შედგა, მერე ბიძინა ივანიშვილს ექნება იმის საბაბი. ისედაც ექნება ეს საბაბი. ისედაც ექნება მე რა ექსა ხო რაზეა გახსოვს თქვენ ახსენეთ მისი გამოსვლა აპრილში, ხო? წინა წლის აპრილში, როცა მან ყველაფერი თქვა გულწრფელად და იქ მან გულწრფელად თქვა, რომ ჩემი ტაქტიკა არის თქვენს დაღლაზე. კი. ანუ დააღლით და ხელოდება რა და შეიძლება 4 ოქტომბერი აღმოჩნდეს დაღლა, ანუ მორალურად, რომ ხალხმა თქვას, რომ ნუ არ გამოდის არაფერი. კი, და რომ ჩაფრისო უკვე всё დაიღალა ბოლომდე ეს ხალხი, მე ნახეთ, ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამის გარეშეც ეგ გეგმა აქვს მაგას, რაც შეეხება დაღლას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე როგორ შეიძლება რომ ამ ბრძოლაში, სამშობლოს ბრძოლაში დაიღარო. აი როგორ შეიძლება რომ ჟიული შარტავას ეთქვა, რომ დავიღალე და მე გამოვალ სოხუმიდან. ან როგორ შეიძლება და გურამ გაბისკერიას ეთქვა, რომ მე დავიღალე და ეხლა შევაგინებ ქართველებს უხსნათ ამდგარი და ამით სიცოცხლე შევინარჩუნებ. რანაირად? ანუ თუ ვინმე დაღლაზე საუბრობს, ალბათ უნდა საუბრობდეს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ 13 წლიან ომში ვართ პირდაპირ მნიშვნელობით ამ ყველაფერში. მაგრამ 100-ჯერ რომ დაეცე ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში და ცხოვრებაშიც ესეა, 100-მერტით უნდა ადგე და პირიქით мотиваცია უნდა მოგცეს ყველა წაგებულმა ბრძოლამ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაიმარჯო. ამიტომ მე ამ პროცესს არ ვუყურებ როგორც დამარცხების და კიდე რომ თუ შენ უკვე გაქვს დამარცხების მენტალიტეტი და 4 ოქტომბერს მოდიხარ ისე, რომ აი მე იცი რა არის, მაინც წავაგებ და მაინც რეჟიმი იქნება, ესე ვერ გაიმარჯვებ. დამარცხების მენტალიტეტს არასოდეს არ გაუმარჯვია. პირიქით იმ შემართებით უნდა ვიყოთ, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს, იმ შემართებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ რეჟიმთან ურთიერთობით, მათ შორის ბევრი ვისწავლეთ იმით, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავები. გვაქვს კონკრეტული დღე 4 ოქტომბერი, როდესაც შეგვიძლია დავიწყოთ და დავასრულოთ ეს პროცესი და ვიმეორებ. მე რა ვერავინ ვერ დამარწმუნებს, მთელი მსოფლიო ისტორია მხოლოდ ამას გვასწავლის. მრავალათასიანი მოქალაქეები
გაბრაზებული ხალხი, რომელიც მიუხედავად წინააღმდეგობისა უკან არ დაიხევს, მას ვერ მოერება ვერანაირი ოლიგარქი, ვერანაირი გედედე და ვერანაირი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამაში ვარ დარწმუნებული და მე გამარჯვების ფორმულას ვუყურებ ესე: ქუდზე კაცს რუსთაველზე და წინააღმდეგობის გამწევ საქართველოს მოქალაქეებს თუ რეჟიმი შეეცდება რომ დაჩაგროს. არ ყავს ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ამ პროცესში. ეს შეიძლება ერთ მხრივ გამოიკვეთა ლიდერი ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებდა. აი ერთის ცადა ხაბეიშვილმა ეს ვაღიაროთ, თავის თავზე რაღაცა სხვებს აღება და ეგრევე მოაშორეს პროცესს. ანუ და ეხლა დარჩა თავის გარეშე და პოლიტიკური ლიდერის გარეშე ეს პროცესი. ეს პრობლემა არ არის. ნახეთ, ეს მე საერთოდ ყოველგვარ კრიზისში, თვითონ ბუნებით ვარ ესეთი, რომ ყოველგვარ კრიზისში ვეძებ შესაძლებლობას. და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა და რატო? აი რას თქვენ ეხლა თქვით, როგორც კი გამოჩნდება მსგავსი ლიდერი, მას აუცილებლად ციხეში ჩასვამი. როგორც ჩასვეს ხაბეიშვილი. ამიტომაც რაც უფრო მეტი კი ერთხელ შეიძლება იყოს პრობლემა, იმით რომ პოლიტიკური ლიდერი მაინც არის ის, ვინც ყრავს და მიმართულებას აძლევს ამ ყველაფერს. ხო, 2003 წლის რევოლუცია იქნებოდა ხო მიშას გარეშე გეთანხმები, მაგრამ ნუ მაგიტომაც უზის ციხეში. რეალურად ხო? მის 2003 წლის არა აქ რაც მაშინ ჰქონდა პოლიტიკური რესურსი. მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ მაშინ მიშა იყო სიახლე, მიხვდი? ანუ ახალაც მოთხოვნილება არის ახალი მე მაგალითად ხალხი რომ ხვდება ქუჩაში, ამას მეკითხება პირველ რიგში, რომ აი კარგი დაუშვათ ბიზნეს შეცვალა, ვინ მოდის? არა, ეხლა მეგეტყვი მაგის პასუხს. კი, მესმის. მე რო ვეუბნები რომ იცი რა გინდათ ეხა ერთი კაცი, აი კოალიცია მოვა. ამაზე რას პასუხობ, იცი რა კოალიცია მოვა, ერთმანეთს ჭამენ, ერთი იქეთ გარბის, მეორე იქეთ გარბის. მოდი ესე გეტყვი. მოდი ერთ რაღაცას ოღონდ ამ ხალხმა უკაცრავად, მაგრამ 2012 წელს ამოხაზა ერთი დიდი ყველას არ ეხება. არა, დავას უნდა გიპასუხო პირველი. ყველა იქ ხალხი ვინც მაგას გეუბნება რომ ამის საპროცენტოდ ვინ ოდის არის მენტალურად ქოცი, რომელსაც ხმამაღლა იმის თქმა უტყდება რომ გითხრას რომ ქოცია. თორე 2013 წელს თავიანთი კალმებით რომ მივიდნენ. არა, ერთი წუთი დავასრულებ. ნახე, დავასრულებ 2012 წელს რომ მოვიდნენ. თავიანთი იმით რა ქვია, თავიანთი პასტები და ის რა ქვია, ყველას არ ეხება ცხადია, მაგრამ უმრავლესობას ის ნაგავი რო ამოხაზეს, რა ნაგავით ამოისა რა ქვია, ამოხაზეს უფასო ფულს რო პირდებოდან და სოლარიუმებს და ასე შემდეგ, მაშინ იკითხეს ეგა? არა, იკითხეს და დაინახეს რომ ბიძინა მოდის. ხო, მოეწონა ეს ბიძინა. შეცდნენ თუ არ შეცდნენ, ვიღაცა ხედავდნენ. ვიღაცა იყო საპირწონეთ, მიშა საპირწონეთ იყო ვიღაცა და ეხლა ეს ვიღაცა არ არის. ვეუბნებით რომ ამის საპირწონე უნდა იყოს კოალიცია. კი ბატონო, მოყვე, მაგრამ რა კოალიცია ის არჩევნებზე გარბის, ის რა ქვია, რევოლუციაზე გარბის, დანარჩენი 7 პარტია თუ იძახის რომ საერთოდ ორივეს დასცენის არჩევნებსაც და რევოლუციასაც და ამათგან რა კოალიცია გამოვა გეკითხება და რას პასუხობ? არა, ესეც არის საქართველოს მესმის, ნახე, მე ამ ადამიანებს პასუხობ იმას, რომ ისწავლონ საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიის არც ერთი ნაწილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძის და ნოე ჟორდანიას დებატები რო ნახოთ, შეიძლება უბრალოდ აი ადგეთ და თავი მოიკლათ და თქვათ რომ ღმერთო ჩემო, ამათ როგორ ზულთ ერთმანეთი, რა? ანუ ეს არ არის რაღაცა ესე. აი ეს რომ იცი რა, ესენი ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთთან ენა, საერთო ენა ვერ გამოუნახავთ, ესეც არის ერთგვარი საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ჟარგონით გაправება იმისი, რომ აქეთ ამ ხარეს არავინ არ არის და მაგიტო ვამბობ. გახარიამ და ლელო მიიღეს მონაწილეობა წეღან მითხარი რეჟიმის სპეცოპერაციაში. თუ ეხა იმათ რეჟიმის სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას მასთან ერთად მე როგორ შექმნი? მე რომ დაადგენ დასკვნები, ნახე მე რა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს ნახე, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებს და მე ველაპარაკებ პასუხისმგებლიან საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადააფასონ მათ შორის ბევრი რაღაცა, მათ შორის 13 წლის განმავლობაში, ვინ ამ პროცესში როგორ იყო, როგორ იბრძოლა, ვინ ამ პროცესში რამდენად მართალი იყო, ვინ გაამართლა მათი იმედები და ვინ არ გაამართლა და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ვის უნდა ანდონ ეს ქვეყანა. ოღონდ ჯერ უნდა გადააფასონ აი ამ ადამიანებმა, ვინც იძახიან, რომ მეორე მხარეს აქ ვინ არის, ვინ მოდის, რომლებიც რეალურად საკუთარ თავს ამართლებენ. შენს პარტიას რომ ნაციონალურ მოძრაობა იყოს სულ ბრძოლაში თან, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა სხვა რაღაცების გამო არ მოსწონს ამ ხალხს. იმის გამო რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთა. მიხვდით, ანუ ნაციონალურ მოძრაობას მეორე პრობლემა აქვს. იმათ სხვა პრობლემა აქვს და ანუ ივანიშვილი კარაქშიზის ფაქტობრივად ოპონენტი არ აქვს. მე მგონია რომ ნახე ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტი არ აქვს. არ უყურებ ამ პროცესს ესე პირველი რომ რეალური პოლიტიკური ოპონენტი ვისიც ყველაზე ძალიან ეშინია და ეს ახლაც სულ ჩანს ხოლმე ამ პროცესში ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი მიზეზის გამო.
მერაბ, იმიტომ რომ მას ზუსტად იცის და ზუსტად იცოდა, რომ ყველას ყველაფრით დააკომპლექსებდა, ყველას რუსული პროპაგანდით და ნუ ეწყინება ეს ნურავის, მათ შორის იმათ, ვინც ახლა ოპოზიციაში არიან, ყველას რუსული პროპაგანდით კარგა ხანი ასაზრდოებდა ნაციონალური მოძრაობის გარდა. და 19 წლის თავზე რომ მიხნევ ვიღაცაები, რომ ეს რეჟიმი რუსი იყო, ხომ ეს ამან ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგია, მათ შორის ოპოზიციური ფლანგზე და დააკარგია ამ ქვეყნის განვითარებას. ხო, ყველა ის ადამიანი, ვინც კითხვას ესე სვამს, რომ აი რეჟიმი აქ არის და უკაცრავად, მაგრამ აქეთ ალტერნატივა არ არის და ალტერნატივა რო არ არის, მაგიტომ ვაძლევ თურმე რუსულ რეჟიმს. არა, არ მოდის არჩევნებზე. არც ქუჩაში არ გამოვიდეს. არა, არჩევნებზე არ უნდა მივიდეს. ახლა არჩევნებზე არ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ საპროტესტო აქციაზე უნდა მივიდეს და ვის გამო? საკუთარი ქვეყნის გამო. მე ვინ მოდისო, მე მინდა ვიცოდეო ის გეუბნება. და თუ განსხვავებას ვერ გაუშვებ, ვინ მოვა ეს მინდა წინასწარ ვიცოდეო. და თუ განსხვავებას თქო, პროცესში მონაწილეობის უნდა. ანუ მე ხო და მე გეუბნები რომ ყველა ეს ალტერნატივა ოპოზიცია. ხე და მე ამას ვიზახი რომ ყველა ესეთი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში დიდი უმრავლესობა ვისთანაც მე კომუნიკაცია მქონია, ყველა ესეთი ადამიანი უბრალოდ მენტალურად საკუთარ ქოცობას მალავს. ეხლა კი და ამიტომაც ის რომ ხო და ამაზე პასუხი აი ჩემი გადმოსახედიდან არის აი ესეთი ძალიან მარტივი. ნახეთ, თუ იმას ამბობ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და თუ ამბობ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაზე ცუდი, ანუ ამ ქვეყანას აქ არ არის ცუდ ხელისუფლებაზე საუბარი, რა რუსულ რეჟიმზეა საუბარი, ანუ რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართა შენ. და თუ ამას ამბობ, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, თუ შენ ეს გაცნობიერებული გაქვს, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, მაშინ ისიც უნდა გქონდეს აუცილებლად გაცნობიერებული, რომ რუსულ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში კითხვა არ უნდა დასვა, რომ აქეთ მხარეს ვინ არის. იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს 9 წლის განმავლობაში მიუხედავად თავისი შეცდომებისა, რომელიც ჰქონია, არასოდეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესთვის არ უღალატია და ამ ქვეყნის ევროპული კურსისთვის არ უღალატია. ამიტომაც ყველა ამ ადამიანმა და როცა ჩვენ საუბრობთ ასევე იმაზე, რომ აი ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციით ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება უნდა მოვიპოვოთ, რომლის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. მერე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ხო, არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვინ უნდა და ვის რა იმით უნდათ რომ ადატი მიაჩნდეს. თუ საუბრობთ, რომ აქეთ არის რუსული რეჟიმი და ყველა ვინც ნაციონალურ მოძრაობა, აი მაგას იზახის, რომ ესენი კი არიან რუსები, მაგრამ ნაცების მობრუნება არიან ქოცები. თავიანთი მენტალობით და სანამ მაგ კომპლექსს საკუთარ თავში არ დაძლევენ, მაშინ ვერასოდეს ვერ გამოვლენ ამ ქვეყნის დასაცავად. აი 13 წელი ვერ დაძლიეს. კიდე 13 წელი შეიძლება ვერ დაძლიონ და რა გავაკეთოთ? რა მე საკრომო მე ასე ვიდგეთ და ვიძახოთ რომ აი თქვენ ხართ ქოცები. ეგ არის გამოსავალი რომ თქვენ ხა ის მითხარით რომ ვიძახოთ რომ თქვენ ხართ ქოცები, ამ ხალხს ვერ გამოცული. ეს არის ამორჩეველი, ეს არის ჩვენი ხალხი, რომელმაც ვერ დაძლიეს ნაციონალური მოძრაობის შიში თუ სიძულვილი. მე ვფიქრობ უფრო სიძულვილი ვიდრე შიში. არ დაძლიეს და ეხლა 13 წელი თქვენ ამის პასუხად ეუბნებით რომ თქვენ ხართ ქოცები. კაი, ქოცები ვართო და იყო იქნება მიზინა კიდე 13 წელი. მე რა ხდება? ეგ ხო პასუხი არ არის. არა, ნახეთ, თქვენ აბმაში მითხარით თქვენი გამოსავალი უბრალოდ ამაზე. წერას ხო და მაშინ როცა და საქმეც მაგაშია. ნახეთ, ამ რთულ სიტუაციაში მართლა ვერ ხედავ გავსვა. მე ვხედავდი გამოსავალს ერთს რომ რაღაც აი მართლა მესამე ძალის რაღაცა გაძლიერებული იყო ისე რომ ეს ნაცების და ქოცების დიქოტომია დამთავრებულიყო. ეს არის პრობლემა. ეს არის თქვენი პრობლემა. კიდე ვიღაცებს იმედები ვერ გაუმართლა. აი მაგიტო წავიდნენ ზოგი არჩევნებში წავიდა ზოგი სადღაც წავიდა. ეხლა მე რო კითხვა შემოგიბრუნეთ. ანუ ესეც არ გამოვიდა, მიხვდი? შეხედე რა პრობლემა არის? ნაციონალურ მოძრაობამ ვერ მოახერხა რომ ამ ხალხისთვის დაენახებინა, ვისაც ნაციონალურ მოძრაობას ზულს რომ ისინი შეიცვალნენ. ნაციონალურ მოძრაობა იმის ვაგრად რომ ამ ხალხზე იმუშაოს და ეს დაანახოს 13 წელი ეძახიო თქვენ ქოცები ხართ, რადგან ჩვენ არ მოგწონთ. ეს ვერ მოახერხა ნაციონალურ მოძრაობამ. მესამე ძალა ვერ გაჩნდა ისეთი, რომელიც მართლა მებრძოლი იყოს და ბოლომდე წავიდო და ბრძოლაში და აი დამრჩით ესე. ეხლა მეგიპასუხეთ, მე რო შემოგიბრუნეთ კითხვა თქვენ რას ხედავთ გამოსავალს, რომ მე ზუსტად ვისადი რომ თქვენ მაგას მეტყოდით, რომ მესამე ძალაო. და თქვენ მეუპასუხეთ მაგ კითხვას. ყოველთვის 13 წლის განმავლობაში ვინც ამ პროცესებში რბილად რო ვთქვათ, ანუ მოსახვეში მოსრიალდა იყო მესამე ძალა. ყველა ვინც მესამე ძალა დაიწყო. იმიტომ რომ არანაირი მესამე ძალა ამ ქვეყანაში არ არსებობს. მერაბ არსებობს ორი, არა, ერთი წუთით, არა, დამასრულებიეთ. ახლა ამ ბრძოლაში არსებობს ორი მხარე. ერთი რაღაცა 200-300 ოჯახი გამდიდრებული ჩინოვნიკების, რომლებიც საკუთარ მილიონებს იცავენ და რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ და მეორე მხარეს
არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ამ ქვეყნის გადარჩენა უნდათ. და ეს პროცესი საერთოდ არ არის, არც ამ პროცესის ნაცვლა ქოცურში გადაყვანა, ეს არის ის, რაც მხოლოდ ქოცებს აწყობთ. იმიტომ რომ ეს პროცესი არ არის არც ნაცური და ქოცური. მერაბ ეს პროცესი არის საქართველოს მოქალაქეების საერთო სახალხო პროცესი არის, სადაც ჩვენ ყველა ერთად, აგერ მე და კახა მიქაია ვიდექით, გავართ რუსთაველზე და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კახა მიქაია ხა ჩვენს მაყურებელს ალბათ ემახსოვრება სამეგრელოში მე მაგაზინი თქოს არ ვიცნობდი საერთოდ 2012 წლიდან ის რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ერთი ხედვა გვაქვს და აგერ Facebook-ზე მისი ვიდეო გავაზიარე ეს ნათლად მიანიშნებს იმას რომ ეს არ არის პარტიული თქო და ეს არის საერთო სახალხო ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ხო შესაბამისად იმ ფონზე როდესაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი გმართავს არ შეიძლება შენ აქეთ ამ მხარეს ფიქრობ და იმაზე ვერასოდეს ვერ დაინახავ ალტერნატივას თუ არ გიდა მერაბ ვერასოდეს და კიდევ ერთხელ მეორე კიდევ ერთხელ ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ხმას ვინ მისცემს მერაბ მაგრამ არჩევანი რო დაუდგეს მერე რო ვისაც უნდა მაგას მისცეს ხმა როდესაც თავისუფალ და მე მჯერა ერთი რაღაცის როდესაც ჩვენ რეჟიმს გავუშვებთ და რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა იქნება ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ შუაშესტერ ველზე და ვისაც უნდა მაგას მისცეს, ვისაც უნდა, რა ვიცი, მაგას მისცეს ხმა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ამ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ერთი ვართ თქო, ეს არის მნიშვნელოვანი და არ კითხვების დასმა, რომ იქ რაღაცა ვიღაცას ალტერნატივას ვერ ვხედავ და ასე შემდეგ არის ის, როდესაც თუ არ გინდა ალტერნატივის დანახვა, ვერასოდეს ვერ დაინახავ. ეხლა რა შეეხება ქოცურ მენტალობას? კი, მენტალობაა. მერაბ თუ რამე ქართველობა თქვენ ანუ რა ვიცი რა გონია ანუ ქართველობაშიც და როგორც ნებისმიერ ადამიანში არის საწყისი ბოროტების და სიკეთის ზუსტად ესეა ხო ჩვენი ეროვნული იდენტობაც ჩვენ ყოლია მოღალატეებიც და ყოლია გმირებიც ჩვენი ისტორია არის ეკლიანი ისტორია და არის გამარჯვების ისტორიაც როგორი ვიქნებით ჩვენ როგორც ერი როგორ პროგრესირდებით დამოკიდებულია იმაზე რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ ნახე ქოცური მენტალობა ხოცებად გამოცხადა ვისაც თქვენ არ გუწუხართ არა სხვა რაღაცას ვამბობ ნახე დავასრულებ ქოცური მენტალობაც არის ზუსტად აი იმ ყველაფერი ცუდის რაც ქონია აი იმ ღალატის კონფორმიზმის არის რა ვიცი მომხვეჭელობის ყველაფერი ცუდი არის სწორედ ეს ქოცური მენტალობა რაც საერთოდ ამ ქართველობას ქონია და ყველაფერი კარგი რითაც საქართველოს გადარჩა არის ნაცვლად გმირობის არის საქართველოს მოქალაქეების და თქვენ ერთ რაღაცას ვერ უარყოფთ მერაბ ვერ უარყოფთ იმას რომ 2012-ში ბიძინა იმანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა იყო შეცდომა მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო და ყველა ორი ვადით ყველა ხელისუფლება უნდა წასულიყო ვერც იმას უარყოფთ რომ ბიძინა იმანიშვილი არა ვიღაცა არ უნდა მოსულიყო აი ვიღაცა რა უნდა მოსულიყო ახლა თუ 2012-ში უნდა მოსულიყო ვიღაცა როგორც ახლა თქვენ მეუბნებით ეხლა რატო უყურებენ ის ადამიანები ესე მტკივნეულად რომ თურმე ვიღაცას ვერ მისცემენ ხმას ამ ადამიანს რა 2012-ში ნახეთ ხო და ამ ადამიანს ვეუბნებით რომ კარგი თქვენ კარგად იყავით და იმათ გარეშე არ გამოდის ცვლილებები ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ საქართველოს თითოეული მოქალაქე მიუხედავად მისი პოლიტიკური პოზიციისა ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და ვეუბნებით იმას რომ მიუხედავად იმისა რომ შენ ნაცია არ მოგწონს და მე შენ არ მომწონხარ ჩვენ ხო თან ხვდებით იმაზე რომ ეს ქვეყანა გვიყვარს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციაზე უფრო მაღლა არა ქოცი საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში არიან უმრავლესობა და ამ ქვეყანაში არიან ბევრად მეტი ვიდრე ხა ის კატეგორია რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ახსენეთ და რაღაცა ის ამბები და ამ თემაზე რაღაც პოდკასტში საუბრობდი მახსოვს ხო ნიგა გილაურის ამბებს იხსენები და რო გითხარ რეალურად რა ხდება გილაურებთან დაკავშირებით. ხო, ნუ გილაურებთან დაკავშირებით ეხა ბოლო ინფორმაცია რაც ვიცით არის ის რომ ეს ძმები გილაურები რომლებიც საქართველოს ბანკის მფლობელები არიან მათ შორის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესმენები არიან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფულის პატრონია ირაკლი გილაური საქართველოს მოქალაქეებს რო ესწრებათ უჩა მამაცაშვილის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ამ ქვეყანაში რომელიც უჩა მამაცაშვილის ახლოწრეთ მიიჩნევა და ეხა დადიან ბრიტანეთში და არწმუნებენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მათი წარმომადგენლები რომ არაფრით არ შეიძლება თურმე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმიტომ რომ ეს რეალურად საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს და ჩვენ ამაზე ინფორმაციები მანამდეც ჰქონდა. ეს ეხლა გავრცელდა კონკრეტულად თორემ მანამდეც მაგალითად ამერიკელებთან რო ამაზე საუბრობდნენ რომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ესეც ვიცით, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის რომ გილაური იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერი კოალიცია 4-ის. ეხლა ჩვენ თუ ამაზე უფრო მეც და პირადად არ ვლაპარაკობ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები ციხეში ზიან. თუმცა მე მგონია რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რაც უნდა უპასუხონ არის ეს. რანაირად იყო ნიკა გილაური ერთ-ერთი მათი მთავარი
მხარდამჭერი და თანფინანსებელი მთელ სამ პროცესში. ანუ ადამიანი, რომელიც ირაკლი გილაურის ოჯახის წევრი და ძმა არის, ოღონდ ახლა აქ ეს გამართლებები, რომ ძმა არ არის და ნიკა გილაური სხვა არის და ირაკლი გილაური სხვა არის, ეს რაღაც ურთმელი ზემო თქვა, დედა ის არ აქვს, დედა ოჯახის წევრი არის დაახლოებით ეგეთია, იმიტომ რომ არ არსებობს ცალკე ირაკლი და ნიკა გილაურების ფული, არსებობს ერთი საოჯახო ბიზნესი და საერთო გილაურების ფული, რომელიც დაკავშირებულია უჩა მამაცაშვილთან. ანუ ეს ფაქტიც, ხედავთ მე რომ ანუ წინა საარჩევნოდ რა გამოდიოდა, რომ წინა საარჩევნოდ და ნიკა გილაურს სხვადასხვა დადიოდა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. წინა საარჩევნოდ ეხა ყველასთან მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ასე შემდეგ და ეს ადამიანები ხო მიციხეში არიან, მოკლედ მათ იზახდნენ რომ გარდამავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო ნიკა გილაური, რომელსაც შეეძლო რომ რომელსაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მოკლედ ხელისუფლება გადაებარებია. ანუ წარმოიდგინეთ რა სიგიჟეში ვიყავი წინა საარჩევნოდ, რომ სულ რომ ბიძინას არ წაერთმია ეს არჩევნები და არ დაეწერა მას, მაინც გეგმაბე გილაურის სახით ქონდა გამზადებული. მე ეს ადამიანი რაღაცა უცებ აი ესე გაქრა საერთოდ აი 4 მისი კოალიციის 4 ლიდერი ვისაც ის აფინანსებდა და მხარს უჭერდა ციხეშია ეს ადამიანი საერთოდ ისე გაქრა რომ ვეღარ პოულობენ საქართველოში არის თუ არა და როგორც აღმოჩნდა დადის რაღაც საერთაშორისო პარტნიორებთან და იძახის რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირება ნიშნავს საქართველოს დასანქცირებას ხო რეალურად კითხვებს ხო აჩენს ხო ეს ყველაფერი მათ შორის ამორჩეულში აჩენს კითხვას და მათ შორის მნიშვნელოვანია რომ ამ კითხვებზეც პასუხი ჰქონდეს რა იყო ნიკა გილაურის როლი წინა საარჩევნოდ რანაირად მოხდა ის კოალიცია 4-ის დამფინანსებლად როგორ ხდება რომ ირაკლი გილაური რომელიც უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელია ამ ხელაფულის პატრონი ისე მონაწილეობდა ის ბიძინა ივანიშვილს ამაგრებდა და მეორე ძმა ცალიხელით აქეთ კოალიცია 4-ს აფინანსებდა რა იყო აქ თავარი შეთანხმება და შემდეგ ამ პროცესების შემდეგ სად არის ახლა ნიკა გილაური სად გაქრა რუსა რეჟიმს როცა წინააღმდეგობის მოძრაობას ყველაზე მეტად ჭირდება როდესაც პოლიტიკოსები ციხეში არიან და სათითაოდ ესე დავდივართ და აქციაზე ხალხს ესე სანთლით ვეძებთ, ხო? ეს ლეგიტიმური კითხვებია, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს 4-ვე კოალიციის ლიდერმა. როდესაც ისინი ციხიდან გამოვლენ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ამბავი, რა შეთანხმებაზე იყო საუბარი უჩა მამაცაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან, რა ხელისუფლების გადაბარებას პირდებოდნენ და როგორ გადააგდეს მერე და მაინც ციხეში გაუშვეს კონკრეტულად ეს ადამიანები. ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხის გაცემა აუცილებლად ჭირდება. ამორჩეულს ჭირდება პირველ რიგში, რომ ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი ვიცით. გასაგებია. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.